ამნისტიის კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელოს ციხე. თუ უშვებს საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან ნაშავები. უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერია, რადგან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კანონზე ვეტოს არ დადება, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავების აღიარებას ნიშნავს. როგორია შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით? თავარ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში როგორ აპირებს უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დავით საგანელიძე და გადაცემის ბოლოს რა შეიცვალა ქართველი ემიგრანტებისთვის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გიორგი სიგუა გადაცემაში მთავარი კითხვა. შინაგან საქმეთა მინისტრი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტოს. დავიწყოთ პრეზიდენტის ვეტოთ. იმან უკვე ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმ შესახებ, რომ ის ვეტოს დაადებს კანონპროექტის ნაწილს, თუმცა ცხადია, რომ ნაწილს ვერ დაედება ვეტო, ანუ მთლიან კანონპროექტს დაედება ვეტო. აპელირება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სხვათა შორის თქვენს განცხადებაზე, რომ დანაშაული უმნიშვნელოდ 50%-ით გაიზარდა. დაახლოებით ერთი თვის წინ გააკეთეთ თქვენს განცხადება. მან თქვა ასევე, რომ ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელოს ციხე. ანუ ის არ მიიჩნევს, რომ ახლა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება. თქვენი პოზიცია, შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია როგორია პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით და ასევე რა თქმა უნდა ამნისტიასთან დაკავშირებით? მადლობთ. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ თვითონ ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან ჰუმანური, ეს ძალიან ჰუმანური ჟესტი ჩვენი მხრიდან, ახალი ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ჩვენი ჩემი პოზიციიდან ვისაუბროთ და ასევე ჩემი სამინისტროს პოზიციიდან ვისაუბროთ. ჩვენი გაცხადებული პრინციპები, მთავარი პრინციპები, რა ჩვენ გავაცხადეთ და რაც მე ვსაუბრობდი ბოლო თვის განმავლობაში, რომ ჩვენი პრინციპები იქნებოდა სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. თუმცა გარკვეული კონტექსტში მე მინდა რომ, ბატონო? თუმცა გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა. იგი და ეხლა უპასუხოთ, რომ შემოგვიდეთ უპასუხოთ. მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა ამნისტია კარგია, ეს არის ჰუმანური აქტი, მაგრამ ამავდროულად რა თქმა უნდა ასე ვითვალისწინებთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები, უნდა ვიყოთ კანონიერები და უნდა ვიყოთ ადამიანურები და ჰუმანურები. თუ რას გულისხმობ მე ამაში? მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა აქცენტი გავაკეთოთ ადამიანზე. სწორედ ამაში დიდი მთავარი განსხვავება ჩვენს ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ადამიანზე, ჰუმანურობაზე, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიწყებთ სამართლიანობას და კანონიერებას. სწორედ ჩვენი მიზანია, რომ ასე უგაცრავად ვიტყოდი, რომ ასე ადამიანი არის ჩვენთვის მთავარი საზრუნავი და ადამიანი არ არის ჩვენთვის საშუალება, ასე ვიტყოდი. და მე მიმაჩნია, რომ ყველა ხელისუფლება პირველ რიგში უნდა ზრუნდეს ადამიანის ბედზე, ადამიანზე და ამის შემდეგ უნდა აწყობდეს სხვა დანარჩენ პრიორიტეტებს. რაც შეეხება კონკრეტულად ამნისტიას, მე არასოდეს არ დამემალავს და აქვე შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. ჩემი პოზიცია, ასევე ჩემი სამინისტროს პოზიცია, ჩემი გუნდის პოზიცია. სამართლიანობა და კანონიერება არ ეწინააღმდეგება ჰუმანურობას, ან პირიქით. თუ ქვეყნის ინტერესებს ეხება საქმე, მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები. დიახ, მე ვიყავი წინამდებო, ვარ წინამდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ჩვენ ამაში ვიყავით განსხვავებულ პოზიციაზე, მე გულისხმობ პირადად ჩემს თავს, ასევე ჩემს გუნდს და პარლამენტს უმრავლესობას. მე გიდასტურებთ, რომ მე ვიყავი და ვარ წინამდეგი, რომ ციხიდან გამოვუშვათ ჯაშუშები. ეს არის გახმაურებული თემა, თუმცა რა თქმა უნდა ზოგადად არც აქვს სწორედ ამასთან დაკავშირებით შენიშვნა. დასაგებია. მე მიმაჩნია, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ვიხმაროთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენს. ასე რომ ამ კუთხით მე პოზიცია არ შემიცვლია, იდასტურებთ, რომ იქნებოდა ეს 260 მუხლის მესამე ნაწილი, ანუ ნარკორეალიზატორების დიდი ოდენობით და ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვის კუთხით ვინც ყველას გასამართლებული. მე არ ვეთანხმებოდი და ჩვენი გუნდი არ ეთანხმებოდა და არ ვეთანხმებით ასევე ჯაშუშების გამოშვებას. ანუ ემთხვევა ჯაშუშებთან დაკავშირებით თქვენ და პრეზიდენტის პოზიციები. მას ასევე პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პედოფილია არის გაიგივებული სხვა დანაშაულებთან და ასევე თავისუფლდება. თქვენ რა სიტყვით? თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით შენიშვნა? ჩემი აზრით, თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებს, მე პედოფილია რა თქმა უნდა, მე ასევე მიმაჩნია, რომ ძალიან მძიმე სცენია ვიტყოდი ავტოფონაცია, ძალიან მძიმე დანაშაულია.
პირადად მე ალბათ არ გავითვალისწინებდი და ას ადამიანებს ალბათ არ გამოუშვებდი ციხიდან. მეც იგივე აზრზე ვარ. გიდასტურებთ ამას. კანონპროექტის შინაარსი ბატონო ირაკლი არის ერთი ნაწილი პრობლემის. მეორე ნაწილი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, არის სწორედ ის, რომ მას არ აქვს სტაბილურობის იმედი ქვეყანაში და ამბობს, რომ ასეთი ამნისტია უნდა განხორციელდეს სტაბილურ ქვეყანაში. ეს პირდაპირ თქვენსკენ ნასროლი არის. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რა აძლევს საფუძველს ბატონ პრეზიდენტს ამის განცხადების. თქვენივე განცხადება, რომელიც კი, მაგრამ მე ამას გამმარტო და კიდევ ერთხელ გამმარტო, რადგან საჭიროებს როგორ ჩანს განმარტებას. მე ვთქვი რომ მაშინ როცა ჩვენ დავინიშნეთ, როცა მე ოფიციალურად ვიყავი წარდგენილი მინისტრი და დამტკიცეს ეს მოხდა 25 ოქტომბერს. მე ჩემი გუნდით მოვედი სამინისტროში 25 ოქტომბერს 1 ნოემბრამდე დაახლოებით. ოქტომბრის თვეში პოლიცია იყო აბსოლუტურად პარალიზებული. პოლიცია არ ღებულობდა არავითარ ინსტრუქციას, არავითარ დავალებებს. სწორედ ამ თვეში კრიმინალებმა შენიშნეს გარკვეულ ვაკუუმი, რომ პოლიცია არ რეაგირებდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და შესაბამისად პირდაპირ კავშირში არის დანაშაულის მატებასთან. ამის შემდეგ ამას ობიექტური მიზეზები არსებობს. ოქტომბრის თვეში მე კიდევ ერთხელ მინდა განმარტოს გოდო შევახსენო რომ ოქტომბრის თვეში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო მთავრობაში. ხელისუფლებაში, ხო? იქნებოდა ეს ჩემს სამინისტრო და სხვა სამინისტროები. ისინი მართავდნენ ასევე ჩემს სამინისტროს. შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა არის იმ თვეში და მან გამოძახილი პოვა ასე ნოემბრის თვეში გაზრდილმა დანაშაულმა. აქვე მინდა დავამატო რომ ნოემბერში, ანუ მანამ სანამ მე ჩემ გუნდს ვაკომპლექტებდი და სანამ მოხდებოდა საკადრო ცვლილებები გადაადგილებები. ბუნებრივია ეს დაახლოებით 2-3 კვირა დაიხარჯა ამ პერიოდში. 20 ნოემბერამდე ჩვენ დავასრულეთ სრული დაკომპლექტო მთელი პოლიციის, მთელი სამინისტროს დაახლოებით ასე ვთქვათ. და აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ არ იყო ძალიან მარტივი იმის გაკეთება, რაც ჩვენ შევძელით. მე გულისხმობ კუდის რეორგანიზაციას, სრულ რეორგანიზაციას, ჩვენ კუდი გავაუქმეთ როგორც იცით და შევქმნით ორი ახალი სააგენტო, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ანტიკორუფციული სააგენტო. ასევე სრულად მოვახდინეთ რეორგანიზება სოდის დეპარტამენტის და შევუერთეთ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტს, შევქმნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. პარალელურ რეჟიმში მე მიწევდა ყველა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელების შესვლა. ყველა სამხარეო პოლიციის შესვლა. და ყველა პოლიციის სამმართველოს შესვლა. ეს ბუნებრივია, როცა ახალი ხელისუფლება მოდის ახალი მმართველობა შემოდის სამინისტროში, პოლიციელები ქვედან მთელი პირადი შემადგენლობა რაასთავარი ამას ემატება წინა განვლილი პერიოდი, ძალიან დაძაბული საარჩევნო კამპანიის დრო, როცა პოლიცია ფაქტიურად არაფერს აღარ აკეთებდა, გადასული იყო პირდაპირ იყო ჩართული ნებსიტუნებლიეთ პოლიტიკურ კამპანიაში, საარჩევნო კამპანიაში. ამან რა თქმა უნდა ყველაფერმა იმოქმედა, მათ შორის კრიმინალურ სიტუაციაზე. მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ რომ დაახლოებით 20 ნოემბერს მოხდა დაკომპლექტება, 20 ნოემბრიდან დღემდე ჩვენ ფაქტიურად შევძელით სრულად რეგულირება ასეთ საკითხებს, მათ შორის კრიმინალური სიტუაციის. აუცილებლად დავინტერესდები ბატონო ირაკლი სტატისტიკით, ოღონდ მანამდე ერთი შეკითხვა კიდევ თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ პოლიცია იყო პოლიტიზირებული, არაერთხელ გაქვთ ამაზე აქცენტი გაკეთებული და მართლაც საარჩევნო უფრო მეც გეტყვით, არ რეაგირებდა პოლიცია, აბსოლუტურად პარალიზებული იყო, დემორალიზებული იყო ამავდროულად. დიახ. და არც წინა საარჩევნო ვითარებაშიც ისინი იღებდნენ უშუალოდ მონაწილეობას, რაც ხდებოდა. მათ უწევდათ, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი წინა სისტემის, წინა რეჟიმის, ასე ვიტყოდი. მაგრამ რამდენად სანდოა დღეს ეს კადრები? გარდა ამისა, თქვენ ბრძანებთ ობიექტურ ვითარებაზე, მაგრამ სუბიექტურად ასეა ცნობილი, რომ ისინი ძალიან ლოიალურები იყვნენ, მაგალითად პირადად ივანე მერაბიშვილის მიმართ და არც იმით იყვნენ კმაყოფილი, როდესაც ის ბაჩანა ახალაიამ შეცვალა. ეს მომენტი რამდენად მოქმედებს? თქვენ შეცვალეთ ზედარგოლები, მაგრამ ქვედარგოლები, რომლებიც ძირითადად აკეთებენ საქმეს, ისინი არიან უშუალოდ შემსრულებლები. დარჩნენ უმთავრესად იგივე კადრები. კარგი, საინტერესო შეკითხვაა. მაგრამ ფიქრობ საინტერესო პასუხი მაქვს. თქვენთან განსაჭირეთ და თქვენთან გააკეთეთ დასკვნები და საზოგადოებამ გააკეთეთ დასკვნები. 1 ოქტომბერს მე მინდა გითხრათ, ნაციონალურ მოძრაობამ წააგო არჩევნები ასევე შემსაქმო სამინისტროში. ჩვენ ქართულ მოსახლეობამ მოიპოვა სრული უმრავლესობით გავიმარჯვეთ მათ შორის ჩვენ სამინისტროში. შესაბამისად დასკვნები თქვენთვის მომინდვია და საზოგადოების დანარჩენ ნაწილისთვის. კარგით, მოდით სტატისტიკა. მე მიმაჩნია დავამატებ თუ შეიძლება. მე ასე მიმაჩნია რომ პირად მე ასე განწყობა მაქვს და ასე არის სწორი, ასე მიმაჩნია რომ მეც ნებისმიერ სხვა პოლიციელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე რომელიც დასაქმებული არის სახელმწიფო სტრუქტურებში, ისინი არ უნდა ემსახურებოდნენ მხოლოდ ერთ ადამიანს თუ ინდივიდთა ჯგუფს თუ პოლიტიკურ პარტიას, ისინი ემსახურებოდნენ თავიანთ საქმეს და ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ და თავიანთ ქვეყანას და მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ერთგულება ეს ლოიალურობა კარგია, მაგრამ ამავდროულად
ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი საქმის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. აი ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. ანუ შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს თქვენ სრულად აკონტროლებთ სამინისტროში სიტუაციას, ანუ კონტროლი არის ახალი ხელისუფლების და არ არის დარჩენილი რგოლები, სადაც ძველი ხელისუფლება კიდევ ცდილობს ან ახერხებს გავლენის მოხდენას. მე გიდასტურებთ, რომ ძველი ხელისუფლება ვერ ახერხებს მიუხედავად მათი სურვილისა, ვერანაირ გავლენას ჩემს სამინისტროში. ახლა რაც შეეხება სტატისტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავრცელა თქვენმა სამინისტრომ დღეს განცხადება, რომ უკეთესობისკენ არის შეცვლილი კრიმინოგენული ვითარების თვალსაზრისით სიტუაცია. სტატისტიკურად რა ხდება, ანუ რამდენად იკლო დანაშაულმა იმ პიკის შემდეგ? მე შემიძლია გითხრათ, მაგალითად, ქურდობებმა იკლო 30%-ით ბოლო თვეში. დიახ. მკვლელობების ფაქტები ფაქტიურად სამნახევარჯერში შემცირებული. ყველა მკვლელობა არის გახსნილი. გახსნის მაჩვენებელი არის დაახლოებით 80%-მდე. ასე რომ მე უბრალოდ კიდევ ერთხელ არ მესმის რატომ გაკეთა მსგავსი განცხადებები, რომ თქოს ქვეყანაში არ არის სტაბილური მდგომარეობა. ეს კიდევ ერთხელ მე მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სახარბიელო ქვეყნისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. მსგავსი განცხადებები ხო კიდევ უფრო ძაბავს საზოგადოებას. თუმცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მე ამას განვაცხადე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ და მათ შორის პრეზიდენტმა განაცხადოს, რომ ქვეყანაში არის არასტაბილური ვითარება. ქვეყანაში არის აბსოლუტურად სტაბილური, ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და არის ძალიან ნორმალური და მშვიდი გარემო. კიდევ ერთხელ მაშინ რომ ამოვწუროთ უბრალოდ ამნისტიის თემა, ანუ შეგიძლიათ თქვენ განაცხადოთ და აიღოთ პასუხისგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი და ალბათ შეძლებს დაძლევას ვეტოსი უმრავლესობა და განხორციელდა ამნისტია ისე როგორც ეს არის კანონპროექტში, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს მართოს ვითარება. თუ მაინც ელით იმას, რომ გარკვეული აფეთქებები იქნება დანაშაულთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ სრულად მობილიზებული, ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხებთ ადეკვატურად. ჩვენ აბსოლუტურად არავითარი გამოწვევის არ გვეშინია. მეც გეტყვით. რა თქმა უნდა, ახლა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სასურველი იქნებოდა არ მომხდარიყო ამ ადამიანის გამოშვება, მე გულისხმობ ნარკორეალიზატორებს და სხვა კრიმინალებს, რომლებიც შეიძლება გამოყვნენ ამნისტიას. ამიტომ საუბრობდი მე, რომ უფრო მეტი ყურადღება საჭიროებდა აღნიშნული საკითხის განხილვა. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოთ. მე აქვე მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იქნა შეწყალებული და გამოვიდა ციხიდან, ამ ადამიანს გაიმეორა კიდევ ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ ეს ადამიანი დავაკავეთ და შევატრიალეთ ციხეში. ასე მოუვა ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომელიც გამოვა ციხიდან და გაიმეორა ჩაიდინს კიდე ხელახლა ჩაიდინს დანაშაულს. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევურიგდეთ კრიმინალს ნებისმიერი სახით. ჩვენ მზად ვართ, რომ ადეკვატური პასუხი გავცეთ მათ ნებისმიერ ქმედებას. კარგით, გადავიდეთ სხვა. ეს არის მე ვიტყოდი. ჩემი აზრით ეს არის ერთის მხრივ არის ძალიან კარგი ჰუმანური აქტი ხელისუფლების მხრიდან. ამავდროულად აუცილებელია მათი მხრიდან იქნას სათანადო დაფასება. თუ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ მათ რეალურად მიეცათ შანსი, რომ მოხდეს ინტეგრირება, რეინტეგრირება საზოგადოებაში, ეს მხოლოდ მათი ბრალი იქნება. ჩვენ მათ უკან შევატრიალებთ, თუ ადგილი იქნება მათი მხრიდან დანაშაულის ხელახლა ჩადენას. აჟიოტაჟი მოხდა ცოტა ხნის წინ მანქანებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა Toyota ცენტრი თბილისისგან 35 ავტომანქანა, რაც დაჯდა 2 მილიონ ლარზე მეტი. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თქვენ პარალელურად ყიდით ძველ ავტოპარკს, რომელიც ასევე ძვირადღირებული მანქანებით არის დაკომპლექტებული. მიზეზი რა არის? რატომ ცვით ავტოპარკს? მით უმეტეს, რომ პრინციპში საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა ახალი მანქანები. თუმცა გაუგებარი ამ აჟიოტაჟი რატომ ატეხეს? გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არის თანხამ გამოიწვია, რომელიც მაგრამ ეს ადამიანები სად იყვნენ წლების განმავლობაში მილიონობით, ათეულობით მილიონობით ლარი იხარჯებოდა, ასეულობით მილიონობით ლარი იხარჯებოდა აბსოლუტურად არაგონიურულად. და არამიზნობრივად. მე გეტყვით ძალიან მარტივად აგიხსნით. ამ მანქანების, ავტომანქანების შენახვა დაახლოებით სამის უჯდებოდა $1 მილიონ მეტი წელიწადში. და საერთოდ დაახლოებით 50 ავტომობილის გასხვისებაზე არის, გაყიდვაზე არის საუბარი, ზვირადღირებული ავტომობილების, რომელიც არის თვითონ მანქანის ღირებულობა არის დაახლოებით $100,000, 50, 60, 70, $80,000, რომელიც საერთოდ არ ჭირდებოდა პოლიციის თანამშრომელს. ჩვენ მათ გავასხვისებთ, გავყიდით დაახლოებით სავარაუდოდ
შემოსავალი მინიმუმ იქნება 3 მილიონი ლარი. ასე რომ რატომ არის გაუგებარი, რომ მე მივეცი თავს უფლება და შევიძინე ჩემი თანამშრომლებისთვის, დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის, მოადგილეებისთვის და ამ შემდეგ, ზუსტად ხელმძღვანელი რგოლისთვის, ასევე რეგიონებისთვის ჩვენ შევიძინეთ პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელიც აუცილებელია. ძალიან ბევრი მანქანა იყო მწოვრიდან გამოსული რეგიონებში, მე როგორც მოგხსენებათ, მე დავდივარ რეგიონებში და ადგილზე ვეცნობ პრობლემებს. და მე აღმოაჩინე, რომ იქ მართლაც ქონდათ პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ავტომობილებს, გამოუსადეგარ ავტომობილებს ხილულობდნენ. მე გულისხმობ ძვირადღირებულ ჯიპებს, რომელსაც თვითონვე იყენებდნენ სოდის და კუდის მაღალჩინოსნები, რომელიც აპარატულად საჭირო არ იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ მივიღოთ გაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად, რომ შეგვეძინა ახალი ავტომობილები, რომელიც არის უფრო ეკონომიური, ამავდროულად არის კომფორტული და გამოსადეგარ ავტოვარია. იმიტომ რომ მაღალმთიან რეგიონებში მოგეხსენებათ, რომ საჭირო არის მაღალი გამოვლობის ავტომობილები. აი ეს იყო ძალიან მარტივად აგიხსენით, რომ უფრო იაფი დაგიждდება ამ ავტოპარკის შენახვაც მოვლა და ეს მოცე უფრო გამძლე არის, რასტოვარია, უფრო ეკონომიურია. აი ეს არის ამაზე არის ჩემი არგუმენტი. და რასტოვარია ძალიან მარტივი არითმეტიკა 3 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილებს ვყიდი და 2 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილებს ვიძენთ. ასე რომ კითხვები სად არის აქ ვერ ხვდები უბრალოდ. ეს გასაგებია რომ მათ გამოიწვიეს ეს კითხვები და მან დასვეს პოლიტიკურ ოპონენტებმა. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ უფრო რაციონალური ყოფილიყო წლების განმავლობაში. 9 წლის განმავლობაში მათი ირაციონალიზმი და მათი არაგონიურული და არამიზნობრივი ხარჯები ჩვენ კარგად ვნახეთ. და კიდევ უფრო კარგად გავაგებინებთ ცოტა ხანში საზოგადოებას. თუ რაში იხარჯებოდა სახელმწიფო სახსრები. უკვე გამოეხმაურეთ თქვენ ერთ-ერთი ეთერით პრეზიდენტის მოწოდებას პატრულის მიმართ, რომ არ დაემორჩილონ ისინი, როგორც პრეზიდენტი ამბობს ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანებებს. თქვენ თქვით, რომ შეურაცხყოფილები არიან ამით, როგორც თანამშრომლები, ასევე მათი ხელმძღვანელები. როგორ ფიქრობთ, მე წეგან დავსვი ეს შეკითხვა, მაგრამ ახლა სხვა ფორმით მინდა გავიმეორო. დარჩა თუ არა ძველ ხელისუფლებას წეგან კითხეთ მოქმედებების დონეზე, ახლა გეკითხებით პიროვნებების დონეზე თუ დარჩა ძველ ხელისუფლებას დასაყრდენი თქვენ სტრუქტურაში. გეტყვით ეკა. დაახლოებით 42000 თანამშრომელი მყავს სამინისტროს დღეს. მე შევცვალე ხელმძღვანელები, სამხაროს უფროსები, პოლიციის სამმართველოს უფროსები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამმართველოები ქვევით. ბუნებრივია რომ და გამორიცხული არაფერი არ არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მომხრენი არიან წინა ხელისუფლების. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის და მე აბსოლუტურად სრული კომფორტი მაქვს მინდა გითხრათ მათთან მუშაობის. იმიტომ რომ ჩემთვის თავარი არის რომ ამ ადამიანებმა გააკეთონ თავიანთი საქმე, მათ დაგეძრება მოვალეობა პირნათლად შეასრულონ. იყვნენ მართლები. აქვე მინდა აგიმარტოთ კიდევ ერთხელ გავიმეორო, თუ რატომ იყო შეურაცხყოფელი, რატომ თვლიან შეურაცხყოფელად თავს პატრულის თანამშრომლები, სხვა თანამშრომლები. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრულის თანამშრომლების მხრიდან იყო გარკვეული ფაქტი დაფიქსირდა, რომ თუ ისინი ფულს დალავდნენ მოქალაქეებს, ხო ძალიან ამაზრზენი და ძალიან შეურაცხყოფელი თვითონ პატრულების. მე მათ სიტყვას ვიმეორებ, მათ უბრალოდ ვერ გაიგეს თუ რატომ გაკეთდა მსგავსი განცხადება. მე მივიღე გაწყვეტილება, მანამდე ვაპირებდი, მაგრამ უბრალოდ ხა დავაჩქარეს პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ხელხას თუ რაიმე დარღვევას კანონდარღვევას რაიმე გადაცემას ექნება ადგილი პოლიციელის პატრულის თანამშრომლის მხრიდან. 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ შეუძლია დარეკოს ხელხაზე და ჩააყენოს საქმის გულში, რომ ამ ადგილას სიტყვაზე ადგილი ქონდა პატრულის მხრიდან იქნებოდა ეს კანონდარღვევა, სიუხეში, შეურაცხყოფა თუ მსგავსი რა. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ეს იყო შეურაცხყოფელი, მე ვეთანხმები მათ და უბრალოდ ნეგატიური იყო ეს განცხადება. აი ამან გამოიწვია უკმაყოფილება პირად შემოდგომაში. ანუ იქნება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს, რა თქმა უნდა. გასაგებია. თუ ადგილი იქნება რაიმე სახის გადასტომას პოლიციასთან მხრიდან. პირდაპირ წაუყენა ბრალდებები პრეზიდენტმა თქვენს ყოფილ და ამჟამინდელ მოადგილეებს, ლაშა ნაცრუშვილი და ალეკო ტაბატაძე მან პირდაპირ დაასახელა. რატომ გაკეთდა კონკრეტულად ამ ორ პიროვნებაზე აქცენტი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან? როგორ ხსნით ამას? ვერ გეტყვით, იცით, ლაშა ჩემი პირველი მოადგილე იყო, შემდეგ გადავიდა პროკურატურაში. ალეკო ჩემი მოადგილეა. ძალიან ეფექტურებიან ორივე. და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, ასრულებენ. მე უბრალოდ ამასთან თქვი და იგივე კითხვები მიჩნდება. თუ ეს ადამიანები ასეთ საშიები იყვნენ, ასეთი დამნაშავეები, ბოროტმოქმედები იყვნენ. ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოში. უფრო მეც გეტყვით, ლაშა წლების განმავლობაში იყო ოპოზიციურად განწყობილი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უსწორდებოდნენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და თუ მით უმეტეს ისინი იყვნენ ასეთი დამნაშავეები, კორუფციაში ჩაფრულები.
ნარკოტრაფიკიორები და შემდეგ. ძალიან მარტივი იქნებოდა ამ ადამიანების აბსოლუტურად ლეგალურად, კანონიერად დაკავება. რატომ არ დააკავეს ეს ორი ადამიანი? ძალიან ლოგიკური და მარტივი შეკითხვები არსებობს, ხო? ასე რომ არ ვიცი რატომ გადაწყვიტა და რატომ ჩათვალა საჭიროდ ბატონო პრეზიდენტმა ჩემი ორი მოადგილის გაკრიტიკება. ისინი თვლიან რომ ეს უბრალოდ იყო მათი შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ რა თქმა უნდა არასასურველია და მსგავსი ფაქტი არ უნდა გამეორდეს, სასურველია. რომ ჩვენ ერთმანეთს პატივ უნდა ვცეთ მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა. აი ეს არის. გააკეთეთ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით კომენტარი. ერთი ის რომ აღარ იქნება უკანონო მოსმენები და სიტყვაზე უნდა მენდონო განაცხადეთ, მეორე მხრივ პირველად იყო პრეცედენტი, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, როდესაც საჯარო გახდა ისევ სატელეფონო მოსმენები ნიკა გვარამიას და ივანე მერაბიშვილის სატელეფონო საუბრებს გულისხმობ. თქვენ ახორციელებდით ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერას, ხომ ასეა? არა, ასე არ არის. არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია იძიებდა აღნიშნულ საქმეს. მათ მიერ იქნა განხორციელებული აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერები. ტექნიკურადაც ისინი ახორციელებდნენ ამას. არა, ჩვენი ჩართულობა ტექნიკურად გარდაუვალია, იმიტომ რომ ის ტექნიკურად რო არ ახსნე დეტალებში რომ ჩავიდეს სერვერები რაღაცები ჩვენთან დგას, ჩვენ სამინისტროში, ჩვენ უმაზრებთ ასე ვთქვათ, გამტარი ჩვენ ვართ, მაგრამ ისინი აწარმოებდნენ, პროკურატურას ისინი აწარმოებდნენ ამ საქმის გამოძიებას, მათ მიიღეს განცხადება რომ გამოექვეყნებინათ აღნიშნული სატელეფონო საუბრები. მე მიმაჩნია რომ იგივე მეთოდების გამეორება არასასურველია, უბრალოდ ჩვენი ხელწერა არ არის, მაგრამ ფიქრობ მიზეზი თუ რატომ იქნა აღნიშნული საუბრები გასაჯაროებული არის ის რომ ბოლო დროს დაკავების ირგვლივ ჩდება გარკვეული შეკითხვები როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთ. ალბათ ამიტომ მიიღეს განცხადება და გამოაქვეყნეს, გაასაჯაროვეს აღნიშნული ფარული ჩანაწერები. თუმცა აქ ყველაფერი ლეგალურად, კანონიერად იყო. დასული იყო კანონი, მათ გააჩნდათ სასამართლოს მხრიდან ასე ვთქვათ ის ნებართვა, რაც საჭირო იყო აღნიშნული ჩანაწერების განსახორციელებად. გასაგებია, გუნავას საქმე ასევე ძალიან გახმაურებული საქმე, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოების მხრიდან. თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენი ინფორმაციით ის დაკავების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. მეორე მხრივ, ერთი მხრივ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ამ საქმის მოკვლევას, თქვენ შიდა მოკვლევა ჩაატარეთ, განთავისუფლდა 5 პოლიციელი. 6. რატომ განთავისუფლეთ ეს ადამიანები? რა იყო კონკრეტული მიზეზი, რა დაარღვიეს მათ? კიდევ ერთხელ მინდა გავამართო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი მათ შორის ალბათ გუნავასაც ვფიქრობს ხონერად, რომ ეს რაღაც ორგანიზებული იყო და რაღაც მიჩართული იყო და შემდეგ. ამას გამოძიება დაადგენს, რა დასრულება გამოძიება და გამოძიების დასრულებისთანავე ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს სრულად მივუძვით ინფორმაციას თუ რასთან ქონდა საქმე. პირად მე ვარ დაინტერესებული, აღმოვაჩინო, გამოვარკვევ თუ რეალურად რა მოხდა იმ დღეს. ჩვენ განვაცხადეთ დანიშნულისთან მე პირად განვაცხადე რომ ჩვენ იარაღს ნარკოტიკს აღარ ჩავუდებთ, იგივე მეთოდებით აღარ ვებრძვით მოქალაქეებს. მიუხედავად მათი პოლიტიკური კუსმილებისა. მაგრამ გამოიკვეთა შემდეგი, როდესაც მე დავავალე ჩემს ინსპექციას აღნიშნულ საკითხის შესწავლა, მათ გამოავლინეს მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები და გადაცდომები. ამან მომცა სრული საფუძველი იმისა, რომ ეს ადამიანები გამეშვა ამსახვებდა და მეთხოვა სამინისტროდან. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს, არ ნიშნავს იმას, რამდენი პოლიტიკურმა ოპონენტმა ეს გაათარგმნა, ისეთ ისկოს მე ვაღიარე, რომ გუნავას ჩაუდეს ნარკოტიკები და მე ინფორმირებული ვიყავ იმის. რა თქმა უნდა, ასე არ არის. გამოძიება არ დასრულებულა. ნებისმიერი ადამიანის დაკავების დროს შეიძლება პოლიციანის მხრიდან ადგილი ქონდეს სამართალ დარღვევას. იქნება ეს გადაცდომა, პროცედურული ნორმების დარღვევა და ასე შემდეგ. ასე რომ მინისტრის უფლება არის ეს. ამას გარდა უამრავი კითხვები დაგროვდა საზოგადოებაში და მათ შორის პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული, რომ ამ საქმის ირგვლივ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადო პასუხი. ამიტომ მე გამეშთა სურვილი, რომ ის ადამიანი, რომლებიც იყო ჩართული გუნაოს დაკავებისას, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ადგილი ქონდა პროცედურული ნორმების დარღვევას და გადაცდომებს და არა მათი მხრიდან ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებას. დიახ. თუმცა გამოძიება არ დასრულებულა. მე აქვე ვამბობ. მე ამიტომ არ ვჩქარობ არასოდეს და მე იგივე მოწოდება გავაკეთე საზოგადოების მისამართით, რომ ნაჩქარეობა დასკვნების გაკეთება არის არ არის სახარბიელო. მე მოვისმენე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ობიექტური განწყობილი ადამიანების განცხადებები, მათ დასკვნები.
მიმაჩნია რომ სასურველი დაველოჯენ ჩვენ გამოძიების საბოლოო დასკვნას და შემდეგ გავაკეთოთ კომენტარი. კიდევ ერთი ასევე გახმაურებული საქმე, რომლის გამოძიებას თითქოს გაიწევა საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნევს, ასეთია გამოხმაურება ბარბარე რაფალიანცის საქმეს გულისხმობს ბატონო ირაკლი. არჩევნების წინაღამეს მოხდა ეს ტრაგედია, დღემდე არ არის ცნობილი რა მოხდა სინამდვილეში. თუ შეგიძლიათ რაიმე დეტალი. მე მართლა გულწრფელად წუხვარ, იმიტომ რომ დაახლოებით 2-3 კვირის მქონდა მე ჩართო სატელევიზიო, სადაც მე ვთქვი რომ დაახლოებით 2-3 კვირაში გამოიკვეთებოდა ახალი სურათი გვექნებოდა. სამწუხაროდ ეს გაიწელა, კიდევ ორი არ ვიცი რამდენიმე ხანი, ალბათ კიდევ მოგვიწევს მოცდა. სამწუხარო ის რომ იმ პერიოდში პოლიცია, როგორც გითხარით, იყო აბსოლუტურად პარალიზებული, არ აკეთებდა არავითარ რეაგირებას. კვალის მიმალვას ჰქონდა ადგილი. ცხელკვალზე არ გავიდნენ, არ ჩაატარეს ოპერატიული სამუშაოები. შესაბამისად, ძალიან რთული გახდა ამ საქმის გამოძიება. გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ უბრალოდ გამოიკვეთა ძალიან სერიოზული ახალი გარემოებები. ამის თაობაზე მე არ შემიძლია დღეს ვისაუბრო, ვინაიდან გამოძიება შეეწინააღმდეგება. ამიტომ ჯობია და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო პირველ რიგში მის ოჯახს, რომ კიდევ რამდენიმე ხანი მოიცადონ, ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ საქმეს. პირად ვაკონტროლებთ მე ამ თემას, ამ საკითხს და ჩვენ აუცილებლად ვაცნობთ ოჯახს, საზოგადოებას თუ რეალურად რა მოხდა იმ დღეს. და აქვე თუ შეიძლება ეკა, რამდენი წუთი თუ გაქვს დარჩენილი. რა თქმა უნდა. მე მინდა ერთგვარად გარკვეული ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას, პირად თქვენ და ზოგადად საზოგადოებას, თქვენ საზოგადოების ნაწილი ხართ. იმ გაკეთებული, იმ განხორციელებული საქმეების თაობაზე, რაც ადგილი ჰქონდა ჩვენი დანიშვნის დღიდან. სწორედ ამიტომ ეს წლის ბოლო გადაცემა და აუცილებელია ასეთი ანგარიში, მე მგონი. მოგესალმებით, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მე რგომი, ზოგადად. ძალიან კარგად ვიცით, რომ სამინისტროში არსებობდა კუდი, რომელიც აბსოლუტურად პრაქტიკულად უკონტროლო და თავზე გასული, სადამსჯელო რეპრესიული პოლიტიკური მანქანა. კუდის სრული გაუქმება მოხდა, ამის ბაზაზე ჩვენ შევქმნით თანამედროვე ორი სააგენტო, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ანტიკორუფციული სააგენტო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელებთ კიდევ ერთი, ეს არის სოდის გაუქმება, რის ბაზაზე ჩვენ შევქმნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე შევქმნით რეფორმის და განვითარების სააგენტო, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა 2 წლის განმავლობაში ჩვენს მთავარ პარტნიორთან, ამერიკის საელჩოსთან ერთად. ამერიკელი კონსულტების ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ პირველი დრაფტ დოკუმენტი 2013 წლის განვითარების, სტრატეგიული განვითარების, გრძელვადიანი და მოკლევადიანი განვითარების. ძალიან საინტერესო იდეები გვაქვს, მე მინდა გითხრათ, მე პირველ დოკუმენტს გავიცანი. ამის პრეზენტაციას მე გეგმავ იანვრის თვეში და ჩვენ მართლაც ჩვენი სურვილია ეს, რომ მართლაც მივიღოთ სრულად რეფორმირებული, სრულად გაჯანსაღებული და გასუფთავებული სისტემა. სადაც იქნებიან სიამაყით ახსავსე თანამშრომლები. იმუშავებენ სიამაყით ახსავსე თანამშრომლები და მართლაც მე მინდა რომ პოლიციელობა და საერთოდ სამინისტროში მუშაობა გახდეს საამაყო ნებისმიერ მოქალაქისთვის. და ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ იმ გუნდთან ერთად, რომელიც მუშაობს, რომელიც ჩემს გვერდით არის 20 საათის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით ძალიან მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა საზოგადოებისთვის. ჩვენ ახალწლის დღეებში მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და მე მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით, მინდა შეიძლება აღარ მქონდეს საშუალება. წინასწარ მივულოცო დამდეგი ახალი წელდაშობა მოსახლეობას, სრულად საქართველოს, უსრომ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ყველაზე მთავარი არის ქვეყნის განვითარებისთვის. ქვეყანაში არის ძალიან მშვიდი ვითარება. მე როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი ვიდასტურებთ, რომ არის სრული სტაბილურობა, ქვეყანაში ვაკონტროლებთ სრულად სიტუაციას და არავით არის საფრთხე, არავით საშუალება არ არსებობს. ჩვენ დაგიცავთ და მუდამ თქვენ სამსახურში ვიქნებით. მე მგონი კარგი დასასრულია, დიდი მადლობა. თავარ კითხვა, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობდა რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავით საგანელიძე ჩაგორთვება ქუთაისიდან. დავით საგანელიძე ქუთაისიდან გაგვცემს პასუხს. მთავარ კითხვა ეს საღამოშტობისა, ბატონო დავით, ხმის დაგვიანების გამო პირდაპირ დავსვავ შეკითხვას. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ უმრავლესობა მზადაა გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს მთავრობა 6-ის ნაცვლად 3 თვეში დაითხოვოს. და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. მან თქვა, რომ პარლამენტში ხელმოწერები იწყება, კანონმდებლობას ვთავაზობ და შევცვლით 2/3 პრობლემა არ გვექნებაო. რას ნიშნავს ეს განცხადება, იქნებ განავრცოთ თემა.
საგანმანათლებლობის ეკა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ჩვენ უმრავლესობა ამ შემთხვევაში მზათა ვართ დავაყენოთ საკითხი, რომ პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია ამბობს იმაზე და საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა შეცვალოს მთავრობა, რომ ქვეყანაში უნდა შეცვალოს სიტუაცია და ისევ მოვიდეს თვითონ თავის იმ მცირერიცხოვან გუნდთან ერთად, რომლითაც ამდენი წლის განმავლობაში ანგრევდა ქვეყანას. და ეს ნიშნავს რას, რომ ვინაიდან კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს უფლება 6 თვის განმავლობაში დაითხოვოს პარლამენტი და მას შეუძლია მხოლოდ დაითხოვოს მთავრობა და წამოაყენოს ახალი, სამჯერ შეუძლია მას ამის გაკეთება, თუ მესამეჯელაც პარლამენტმა არ დაამტკიცა მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა, ამის შემდგომ პრეზიდენტს აქვს უკვე უფლება მხოლოდ 6 თვე უნდა იყოს თან გასული, რომ დაითხოვოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ ბატონი ბიძინას იდეა იყო და იმ კონსულტაციების რაც ხდებოდა, რომ თუ ქვეყანას აქვს იმის საშიშროება, რომ პრეზიდენტმა მართლაც თავისი აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯები ქვეყანა შეიყვანოს მართლაც მძიმე მდგომარეობაში და ქვეყანას ყავდეს ერთი კაცის დანიშნული მთავრობა და არა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა. ამიტომ მოდი ჩვენ მივცემთ პრეზიდენტს იმის საშუალებას, რომ არა 6 თვის მერე, არამედ 3 თვის მერე, აი თუნდაც ეხლავე დაითხოვოს პარლამენტი, ქვეყანაში ჩატარდეს ხელმეორე საპარლამენტო არჩევნები, თუ ეს ასეა და ამას მოითხოვს მართლა საზოგადოება და ეს მართლა სჭირდება საქართველოს და ამის მერე უკვე ამ ახალი არჩეული პარლამენტის მიერ იყოს მთავრობა დანიშნული და არა ერთი კაცის ახირებაზე იყოს მორგებული მთავრობა. შესაბამისად, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები. კერძოდ, მოგახსენებთ იმას, რომ ჩვეულებრივად ნახევარი პარლამენტის უნდა თქვათ იყოს ვინც ინიციატორი გამოვა საკონსტიტუციო ცვლილების, ანუ ეს არის ჩვენ შემთხვევაში 76 ადამიანი. ჩვენ ხვალიდანვე დავიწყებთ ამ სიის შეგროვებას და შესაბამისად უკვე შევალთ ამ ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელსაც სჭირდება უკვე მთლიანად შემადგენლობის 2/3, ანუ 100 ხმა, რაც დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მოიძებნება ამისთვის და თუ ასეა, ჩვენ მზათა ვართ ამ გამოწვევისათვის. ერთი მიზეზია მხოლოდ ამის უკან, რომ პრეზიდენტმა არ მისცეს თავის თავს უფლება იმის, რომ მის ახირებაზე იყოს ქვეყანა, მის აი ამ უაზრო სიტყვებზე, ამ გადაწყვეტილებებზე და ამას შეწიროს მთლიანად საზოგადოება და ისევ ვიმეორებ, ქვეყანას ყავდეს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და არა ერთი კაცის სურვილზე შერჩეული მთავრობა. აი ეს არის შინაარსი, რაზეც ბატონი ბიძინა საუბრობდა და რომელსაც ჩვენ ხვალ დავიწყებთ ამ პროცედურებს უკვე პარლამენტში დილიდან. ანუ საბოლოოდ რაზე იქნება დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა ამ კუთხით კონსტიტუცია, ხელმოწერებზე? მოსახლეობის ნებაზე იქნება დამოკიდებული? არა, ამ შემთხვევაში მოსახლეობაზე არ იქნება, იქ მინდა ალბათ კიდევ უფრო განმარტო დეტალებში. საუბარი იქნება იმაზე, რომ თუ პრეზიდენტი მოინდომებს მთავრობის შეცვლას და შესაბამისად თქვათ პარლამენტი არ დაამტკიცებს მიერ შემოტანილ მთავრობას და ამისათვის 6 თვე დაგჭირდება ჩვენ, რომ სამჯერ წამოაყენოს მთავრობა, სამჯერ უკან გაიწვიოს. ეს რაცი არ გახანგრძლივდეს ქვეყანა, არ გადავიდეს ამ 6 თვიან გაუგებარ სიტუაციაში, ჩვენ მზათა ვართ ეხლა მოვიხსნათ საპარლამენტო უფლებამოსილება, მივცეთ პრეზიდენტს იმის საშუალება, რომ არჩევიდან 3 თვეში და არა 6 თვეში დაითხოვოს პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ექნება საშუალება, აი ეხლა იანვარში ფაქტიურად დაითხოვოს პარლამენტი და ჩაატაროს ხელმეორე არჩევნები. თუ ის თulis, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობამ მას დაუჭირა მხარი და მიიგონს და ეს ვერ აისახა საბოლოოდ არჩევნების შედეგებში და შედეგი იყო ის, რომ უმრავლესობა მიიღო კოალიცია ქართულმა ოცნებამ, ხოლო უმცირესობა ამ შემთხვევაში ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელახალი არჩევნებით დაგვანახებს, თუ ვის აქვს ქვეყანაში მეტი მხარდაჭერა და როგორ გამოიხატება ეს ციფრებში და დავინახავთ ალბათ პარლამენტის იმ შემადგენლობას, რომელიც ამ შესაძლებელი მომავალი არჩევნების შედეგად შეიძლება გამოისახოს ციფრებში უკვე პარლამენტში. ბატონ დავით, თქვენი ოპონენტები ალბათ იტყვიან, რომ ამას ამ ფორსირებას ამ თემის იწყებთ, იმიტომ რომ ახლა უფრო მეტი შანსი გაქვთ პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების და ვერ აკეთებთ პროგნოზს იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს აპრილში. ამაზე რა პასუხი გაქვთ? რა თქმა უნდა, თავისთავად, არა, რა თქმა უნდა, ეკა
ბუნებრივია ეს კითხვა დაისმება და ამაზე ეხლავე გიფასებთ. თავისთავად ცხადია, რომ ქართულ ოცნებას ბევრად უფრო მაღალი შედეგი შეეძლო ამ არჩევნებში შეჩვენებინა, რომ არ ყოფილიყო ის პირობები, ის ძალადობა, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა მოსახლეობაზე, ის შიში, ის ტერორი, ის საარჩევნო სისტემა, რომლითაც თქვათ ისინი ატარებდნენ არჩევნებს და ამ პირობებში მათ მაინც წააგეს. ეხლა როცა უზრუნველყოფილი ხდება აბსოლუტურად თავისუფალი საარჩევნო გარემო ქვეყანაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ოპოზიციას უწოდებს ის უმცირესობა, რომელიც ზის დარბაზში, მათ შეიძლება საერთოდ ბარიერი ვერც გადალახონ. და თუ გადალახავენ ბარიერს, აღმოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რამდენიც იქნება ამ საზოგადოება დაინახოს. მაგრამ ერთხელ და საბოლოოდ ბოლო მოეღება პრეზიდენტის იმ რავს თქვა ვიხმარ ბაქი ბუქს ან თქვათ იმ ამბიციებს, რომ თითქოს თქვათ საზოგადოება ხედავს ვინაა ქართული ოცნება და რომ იქ ნოსტალგია არსებობს თქვათ მიხეილ სააკაშვილის ძლევამოსილ ნაციონალურ მოძრაობაზე. ამიტომ და შესაბამისად ამან შეიძლება გამოიწვიოს ისე ვამბობ სამთავრობო პრობლემა. ის ამბობს რომ მე დავითხოვ მთავრობას ერთხელ, მეორედ, მესამედ თუ არ დამიმტკიცა თქვათ პარლამენტმა ჩემს მიერ წამოყენებული მთავრობის შემადგენლობა. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტ ჩვენს უმრავლესობას თავში აზრად არ მოუვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოწერილი სია მთავრობის შემადგენლობის და ამტკიცოს. ამიტომ ამ მარაზმში მაპატიეთ ამ გამოთქმაზე რო არ შევიდეთ თვეების განმავლობაში, ჩვენ ვაძლევთ შანსს თუ ეს ასეა და თუ მას პრობლემა ის აქვს, რომ პარლამენტში არსებობს თქვათ ქართული ოცნების კოალიცია, ქართული ოცნების უმრავლესობა, კი ბატონო დაითხოვოს ეს პარლამენტიც. არა მხოლოდ მთავრობა, დაითხოვოს პარლამენტიც. ანუ ჩვენ მას ვაძლევთ აქაც კარტ ბლანშს და კი ბატონო დაითხოვოს და დაანახოს საზოგადოებას დღეს რა არის მისი რეიტინგი საქართველოში. მაგრამ მე სხვა რამ ვიკითხე სინამდვილეში, როგორ ფიქრობთ, უბრალოდ დაისმება შეკითხვა შემდეგნაირად, რომ თქვენ შეიძლება ხედავთ საშიშროებას, რომ აპრილში გქონდეთ უარესი რეიტინგი ვიდრე დღეს და სწორედ ამიტომ აკეთებთ ფორსირებას. არა, არაფერში უეშია და მე დარწმუნებული ვარ, რომ აპრილში ბევრად უფრო მაღალი რეიტინგი გვექნება კიდევ, ან რა უნდა შეიცვალოს თუნდაც მნიშვნელოვნად ამ თვეებში. ერთადერთი თემა ის არის, რომ აპრილამდე, ისე ვამბობ, რომ მან შეიძლება სამთავრობო კრიზისის შექმნას, ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თქვათ სამჯერ წარმოადგენენ მთავრობა, დაითხოვო ერთი, არ მიცეს საშუალება მას გაგრძელების, მერე მეორე, მერე მესამე და ასე შემდეგ და შეიძლება ნახევარი წელიწადი ერთი კაცის ახირებაზე იცხოვროს ქვეყანა. არ ჯობია რომ ამას ერთხელ და საბოლოოდ ეხლავე დაესვას წერტილი თუ ეს ასეა. ჩვენ ვაძლევთ მას ამის შანსს. მან იმიტომ უნდა წამოვაყენოს სამჯერ, იმიტომ რომ პარლამენტი არ ამტკიცებს და ელოდება 6 თვიანი ვადას, როდის გაუვა პარლამენტს 6 თვიანი ვადა, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ დაითხოვოს და თუ ფიქრობს ის რომ პარლამენტია ხელის შემშლელი ამის, კი ბატონო, პარლამენტის დაითხოვოს მაშინ და ახალ პარლამენტს მისცეს საშუალება ვინ აირჩიოს მთავრობის შემადგენლობაში. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ წეღავთქვი და ხაზგასმით აღვნიშნო ერთი რამ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს რომ ერთი კაცის მიერ იყოს მთავრობა დანიშნული, როგორც მას უნდა, არამედ ვამბობთ, რომ მთავრობა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ანუ ხალხის მიერ დანიშნული. პარლამენტს ირჩევს ხალხი, მოსახლეობა, შესაბამისად მოსახლეობის მიერ არჩეული საკანონმდებლო უმაღლესი ორგანო პარლამენტი უკვე შესაბამისად ამტკიცებს მთავრობას. და ეს უფლება უნდა ჰქონდეს ხალხს და არა ერთ კაცს, მიხეილ სააკაშვილს. ამის მერე მას ამის უფლება აღარ იქნება. გადავიდეთ ამნისტიის თემაზე, ბატონო დავით, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს კანონს. მართალია მან თქვა, რომ ნაწილს დაადებს, მაგრამ ეს შეუძლებელია ტექნიკურად, ის დაადებს ვეტოს მთელ კანონ პროექტს. რა მექანიზმებით აპირებთ ამ ვეტოს დაძლევას, თუ აპირებთ, რომ გაითვალისწინოთ პრეზიდენტის შენიშვნები? პირველი ვიტყოდი იმას, რომ დღეს შევიდა პრეზიდენტთან, მე როგორც ვიცი, ეს კანონ პროექტი, მან განაცხადა ამასთან დაკავშირებით, რომ ის ვეტოს დაადებს, მან იქ რამოდენიმე მუხლი მოიმიზეზა და შესაბამისად ახლა კონკრეტულად არ ვიცით, როგორ შემოვიდეს ჯერ მისი შენიშვნები ამ ვეტოსთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე ვიბიჯელებთ მერე და პოზიციას დავაფიქსირებთ, მაგრამ თუ გამოვალ იმ მოსაზრებებიდან და იმ არგუმენტებიდან, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა საუბარი, ანუ იქ იყო სამი თემა. ერთი იყო ესე იგი ამ თქვათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული თემა, ის მუხლი,
სამი თემა იყო, მოგეხსენებათ, ეს იყო პოლიტპატიმრების თემა და ამასთან დაკავშირებით საუბრობდა ეს, რომ ის პოლიტპატიმრებს ვერ უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც ამ პოლიტპატიმრების სიაში არიან შესულები და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ბელორუსი, ან არ ვიცი კიდე აფრიკის რამოდენიმე ქვეყანა ცოტა ყავთ პოლიტპატიმრები და ჩვენ ძალიან ბევრი, ეს სწორედ ის უბედურება, რომელ უბედურებაშიც ამ ადამიანმა გაგვხვია და იმ ძალამ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. სამწუხაროდ ქვეყანას მართლაც ყავს 200-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს. ეს ერთი თემა. მეორე ამბუხებულების თემა იყო და ის ამბობდა, რომ აი ჯაშუშებს მე არ მივცემ საშუალებას, რომ გამოვიდნენ გარეთ და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პროცესები, რაც დაკავშირებულია ამ ამბოხებასთან. ის ადამიანები ძალიან კარგად ვიცით, ვინ როგორ იყო დაკავებული და რის გამო და რითი რა გადაფარა მაშინ მან აი ამ ეგრეთ წოდებულ ამბოხებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს არ მოსწონს. თათაშორის აქ ერთი ძალიან უცნაური რამა თქვა მან და ოთანაძესთან დაკავშირებით მე ახლა წავიკითხე მისი ეს განცხადება, რომ მე ოთანაძეს როცა შევთავაზე თქვათ შეწყალება, მან მიპასუხა, რომ არ მინდა შენი შეწყალება, როცა იქნება მე გამათავისუფლებენო. და ესე იგი რა გამოდის ამ შემთხვევაში თუ შეწყალებას აძლევდა ოთანაძეზე, ამ შემთხვევაში ოთანაძე არ იქნებოდა ქვეყნისთვის საშიში, ამ შემთხვევაში თუ ის ამინისტიით გამოვა, მაშინ ამნისტიით გამათავისუფლებული ოთანაძე ქვეყნისთვის საშიში იქნება და არ შეიძლება რომ ის იყოს გათავისუფლებული. ეს ძალიან უცნაური რამ წამოწდა მას და თვითონ არ დაფიქრდა, როგორც ხშირად მოსდის ხოლმე იმაზე, რაც საუბრობდა. და მესამე, რაც დაკავშირებული იყო, მე როგორც ვიცი, თქვათ აი ამ პედოფილიასთან დაკავშირებით თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებთან. იცით რა შეიძლება ეხლა ასეთი მუხლი საერთოდ არ წერია ამ ამნისტიაში სიმართლე გითხრათ რა. აქ საერთოდაა ზოგადად საუბარი ეხლა ის არ ვიცი საიდან მაინც ამაზე გამაყურდა საიდან მოიტანა როგორ მაშინ კონკრეტულად თქვას ვის გულისხმობს ან რას გულისხმობს ამ პედოფილებში და რატო ყველაზე მეტად ამითაა დაინტერესებული და ეს პრობლემა არ წողობს. ასეთი მუხლი არ არის და მუხლი მოუთითოს მაშინ და ან ვინც გულისხმობს ამას. ისე მინდა ერთი რამ გითხრათ. არაა გამორიცხული, მე გულახდილად მინდა ვთქვა ერთი რამ რა, რომ თქვათ ამ ამნისტიით მართლაც გამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ იმსახურებენ გათავისუფლებას. არ იმსახურებენ ნამდვილად. შესაძლებელია აი ჯაშუშების სიაშიც იყოს ერთი ან ორი ადამიანი, ვინც მართლა ჯაშუშობდა და ვინც მართლა თქვათ იმსახურებს იმას, რომ კიდევ იჯდეს ციხეში და არ შეეხოს ამნისტია, მაგრამ მათ გვერდზე ათობით ის ადამიანი, ვინც დაუმსახურებლად ზის ციხეში, არ შეიძლება რომ ჩვენ მათი პოზიცია არ გავითვალისწინოთ. მე ჩემი თაზს გეტყვით, აი ერთი ადამიანის, რომელმაც ხელი უნდა დავაჭირო, ხო ან ღილაკს და ვთქვა, რომ ვაძლევ თუ არა ხმას ამას. მე ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ გამოვიდე ვინმე ჯალათი და ვთქვა, რომ დაუმსახურებლად თუნდაც ერთი ადამიანი ზის ციხეში. ამ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ 1000-ობით თუ 10000-ობით პატიმარი გააჩინა და მათი უმრავლესობა აბსოლუტურად ტყუილად, აბსოლუტურად უდანაშაულოდ მოყვა ამ ციხეში. და შესაბამისად ეხლა ძალიან რთულია ზუსტად მიყვე დეტალებს, რომ ვინ რა როგორ. ისიც ვიცი, რომ ალბათ ზოგიერთი ისეთი გამოვა, ვინ შეიძლება ხელმეორედ ჩაიდენოს დანაშაული. როგორც წესი სტატისტიკა 15-18% ამას ითვალისწინებს. სწორედ იმიტომაა ძალიან დიდი როლი და ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსი იმისთვის, რომ მათ თქვათ აღკვეთონ ასეთი პრევენცია გააკეთონ თუ თქვათ შეიძლება შემბრუნება დასჭირდეს ზოგიერთებზე, მაგრამ იმ თუნდაც ერთმა უდანაშაულო ადამიანმა, რომელსაც ჯაშუშობა დააბრალეს, რომელსაც ქვეყნის ღალატი დააბრალეს და ქვეყნის ღალატიც ხედან ადამიანები, როგორ არ დავიცვა ეს ადამიანები. არა მაქვს ამის უფლება ნამდვილად და იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ და დავიცვა. ანის პოლიტიკა მართლაც ის 199 და იმას არა იმას რომ ისინი ამნისტიას ჩვენ დავადებთ ამ შემთხვევაში უпростоრეთ დადებულ ვეტოს აუცილებლად დავძლევთ ჩვენ თქვათ თუ ეს ხვალ იქნა შესაძლებელი ან როცა იქნა შესაძლებელი თუ დაადო ვეტო რა თქმა უნდა თუ მან ვეტო დაადო ამას რა თქმა უნდა პარლამენტი შეძლებს რომ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო ამას ჭირდება თუ არ ვცდები 99 ხმა და ჩვენ ნამდვილად არ გაგვიჭირდება 99 ხმა უმოგროვება რომ დავძლიოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ დადებული ვეტო რომ ამ 1000-ობით ადამიანი ელოდება ამას
10,000-ობით ადამიანი ელოდება ამას. და ამ 10,000 ადამიანის უკან არსებობენ ადამიანები, ვინც მართლა ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად ტყუილად იხდის საჟილს. და ამ მდგომარეობაშია მათი ოჯახები. და შესაძლებელია, რომ მათ შორის იყვნენ გათავისუფლებულთა შორის ისევ ვიმეორებ, დამნაშავეები, რომლებიც არ იმსახურებენ გათავისუფლებას, არა უშავს. თუ ასეთები არიან, ისინი ალბათ ისევ შებრუნდებიან, როცა იქნება. თუ არ გამოსწორდნენ, იმედი მაქვს, რომ გამოსწორდნენ. ამისთვის არის სამართალდამცავი სტრუქტურები, მაგრამ ჩვენი პირველი ამოცანა, როცა მოვდიოდით ხელისუფლებაში და როცა ვესაუბრებოდით არჩევნების წინ მოსახლეობას, საუბრობდით იმაზე, რომ ჩვენ დავაბრუნებთ სიმართლეს ქვეყანაში. ჩვენ დავაბრუნებთ ქვეყანაში წესიერებას და აღვადგენთ სამართლიანობას. და სამართალი იქნება ეს. მე ვიცოდე, რომ ქვეყანაში, იმიტომ რომ თქვათ, ვერ გადავლახით პრეზიდენტის ვეტო, იმიტომ რომ პრეზიდენტმა თავისი ახირების გამო ვეტო დაადო ამას და შესაბამისად იქ მართლა 10-ობით, 100-ობით თუ კიდევ უფრო 1000-ობით ადამიანი უდანაშაულო ზის, იმის გამო რომ რამდენიმე შეიძლება მართლაც უღირსი ადამიანი თავისუფლდება, მე ვერ ვიცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ეს პასუხისმგებლობა არ ავიღო. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო დავით, იმისთვის რომ იყავით ასე გვიან ჩვენი სტუმარი. დავით საგანელიძე ქუთაისიდან პასუხობდა მთავარ კითხვას, რეკლამის შემდეგ გიორგი სიგუა იქნება ჩვენი სტუმარი. გიორგი სიგუა უპასუხებს მთავარ კითხვას, საღამოშტობისა გიორგი. ემიგრანტი, რომელმაც პრინსტონის უნივერსიტეტში დაახლოებით 1 წლის წინ იყო, მე მგონი. მაისში გაზაფხულზე ჩააკითხა საქართველოს პრეზიდენტს და დაუსვა შეკითხვები, ძვავი შეკითხვები. თქვენ ახლა ხართ საქართველოში, დღეს ჩაატარეთ ემიგრანტების აქცია. მოდით ამ აქციის თემით დავიწყოთ, რა აქცია იყო, რატომ ჩატარდა, არც ისე ბევრი ინფორმაცია გავიდა ამის შესახებ. თუ გახსოვთ, 17 სექტემბერს მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ემიგრანტები 16 სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ თურქეთში და ერთად გადმოლახეს სარფის საზღვარი და ჩამოიტანეს საქართველოში სატელიტური ანტენები და სოლიდარობა გამოუცხადეს მაშინ ქართულ მედიას, რომელსაც ხდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა და წნეხი მაშინელი ხელისუფლების მიერ. ამ ადამიანებმა მაშინ მისცეს მაგალითი თელს ქვეყანას, თუ როგორ უნდა ხმის ამაღლება, უსამართლობის წინააღმდეგ, მისცეს მაგალითი მამაცობის და მისცეს მაგალითი თავგანწირვისაც კი, იმიტომ რომ მაშინ იყო ის დრო, როდესაც ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არხირდა ჩირის ფასადაც კი. ესაც ხელისუფლება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ყველა მეთოდებით უსწორდებოდა. დღეს შესულდა 100 დღე ამ აქციიდან და ეს ადამიანები, რომელთა ნაწილიც უკვე საქართველოში დაბრუნდა და დარჩა აქ საცხოვრებლად და რომელთა ნაწილმაც ასევე შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია მე დაბრუნდები, სიმბოლურად აღნიშნეს აი ეს თარიღი იმ ადგილას, სადაც მაშინ მათ მოაწყვეს ეს პირველი აქცია, მოხდა იმ შესანიშნავი სიმღერის პრეზენტაცია, ჯემალ სეფიაშვილის და ფრანსუახ ჩარკვიანის სიმღერის მე დაბრუნდები, რომელიც შემდეგ გახდა და გადაიქცა ემიგრანტების ჰიტად. თქვენ დაბრუნდით საქართველოში. რა შეიცვალა პირველ რიგში ემიგრანტებისთვის, რა შეიცვალა ქვეყანაში ვითარების შეცვლით? აი ეს მაინტერესებს. როგორც ანუ რა იყო мотиваცია მათთვის, ვინც საქართველოში დაბრუნდა? შეიცვალა თუ არა მათთვის რამე, ვინც არის დღეს ისე უცხოეთში? პირველ რიგში მინდა ერთი რამ თქვა, რომ საერთოდ ადამიანს ემიგრაციაში წასასვლელად აქვს ორი მიზეზი. პირველი, მას არ დაედგომება, რომ მას ან დევნიან ან აქვს რაღაცა პრობლემები ქვეყანაში, ხოლმე მეორე არის ეკონომიკური ფაქტორი. ერთის და მეორეც პირველი გამოსწორდა, რომ საქართველოში აღარ არის პოლიტიკური ტერორის რეჟიმი, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ არსებული ხელისუფლება და არ მოსწონდათ ის გუნდი, ის ადამიანი, რომლებიც მაშინ მართავდნენ ქვეყანას, თავისუფლად შეძლებენ ქვეყანაში ცხოვრებას. პირადად მე ანუ პოლიტიკური მიზეზით გასულები ქვეყნიდან პოლიტიკური მიზეზით გასულ ადამიანებს აქვს საშუალება დაბრუნდე და თავი იგრძნონ უსაფრთხოდ. მე პირადად 8 წელიწადი ვიყავი, მე ამას არ ვიძახი ემიგრაციას, მე ამას ვიძახი გადასახლებას იძულებით. მე ვიყავი 22 წლის, როდესაც მომიწია სააკაშვილის რეჟიმისგან გაქცევა სრული მნიშვნელობით და მქონდა საფუძველი მეფიქრა, რომ ჩემი საქართველოს დაბრუნების შემთხვევაში მე გამისწორდებოდნენ ფიზიკურად ისე როგორც გაუსწორდნენ ფიზიკურად უამრავ ადამიანს, მათ შორის ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს. დღეს ყველაზე პირველი, ყველაზე მთავარი, რაც შეიცვალა და რაც მოხდა ქვეყანაში, ეს არის ის, რომ აღარ არის პოლიტიკური ტერორი. ანუ
სამართლიანობის აღდგენა იწყება. ანუ სახელმწიფო აღარ არის მოქალაქის მტერი და ჯალათი. ანუ სახელმწიფო დაადგა იმ გზას, როდესაც ადამიანი მოახერხებს იპოვოს სიმართლე სასამართლოში, როდესაც ადამიანი მოახერხებს თავის საკუთარ ქვეყანაში იგზნოს თავი დაცულად, განავითაროს თავისი საქმიანობა, მიხედოს თავის ოჯახს და იგზნოს თავი უნებლად. ანუ თქვენ დღეს ამას უკვე გრძნობთ, რომ ეს ვითარება დამდგარია? რასაკვირველია, მე საბედნიეროდ თქვენს აგეთ ეთერში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, რომელიც ჩემში პირადად აღზრდავს ძალიან დიდ იმედებს და ძალოვანი სტრუქტურები აღარ კონტროლდება იმ მკვლელების მიერ, რომლებიც ამას აი ამ სტრუქტურებს იყენებდნენ თავიანთ პირად სადამჟელო რაზმებად. რაც შეეხება იმ ადამიანებს და ასეთების რიცხვი მე მგონი უფრო მეტია, გიორგი, ვინც წავიდა ქვეყნიდან, იმიტომ რომ აქ არ ქონდა მას ეკონომიკურად ნორმალურად ცხოვრების საშუალება. ხედავთ თუ არა იმის წინაპირობას, რომ გაუმჯობესდება ახლო მომავალში ვითარება ასეთი ადამიანებისთვისაც და დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში? აუცილებლად. პირველ რიგში რატო? თქვენ ალბათ გაქვთ ბევრ ემიგრანტთან კონტაქტი, მათი აზრი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ქვეყნის სათავეში, ქვეყნის ხელისუფლებაში ბოლომდე არაჯერ სამწუხაროდ ჯერჯერობით მაუხრებელ გზირად გვევლინება სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლებიც ჯერჯერობით აკონტროლებენ რაღაც გარკვეულ სტრუქტურებს ქვეყანაში, თუმცა მთავრობაში მოვიდა პირველ რიგში პასუხისმგებლობის მქონე სერიოზულ ადამიანთა ჯგუფი, ძალიან სერიოზული და პატრიოტი ადამიანის მეთაურობით. ხო? ხედავობაში ყავს ბატონი ბიზნე ივანიშვილი, რომლებსაც უკვე გადადგმული აქვს ისეთ ნაბიჯები, რომლებიც მე პირადად მაფიქრებინებ და თქვენც გაფიქრებთ ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს აფიქრებინებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდება თანაც მალე. რას გულისხმობ? პირველი 2013 წლის ბიუჯეტი. ეს არის მართლა ისტორიული დოკუმენტი, ეს არის მართლა ისტორიული კანონი, როდესაც შეიკვეცა ის ერთი ადამიანის პირადი ვნებების და პირადი რაღაც სტომაქის დაკმაყოფილების ხარჯები, რომ მას არ უნდა ეტარებინა კონცერტები და არ უნდა ეფრინა 100 მილიონიანი თვითმფრინავები და არ გამოეწერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან მეძავები და ამის ხარჯზე იზრდება პენსიები. პენსია ეტაპობრივად იზრდება გახდება 125 ლარი, სექტემბერში გახდება 150 ლარი, ანუ გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს. 1 იანვრიდან იწევს ელექტროენერგიის ტარიფი დაბლა, 3.5 თეთრით იაფთება ელექტროენერგია. რამდენიც არ უნდა ეღლიცინათ ოპონენტებს და ეთქვათ, რომ ვერ მოხერხდებოდა ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება, ეს ხდება. ხელფასი ეზრდებათ პედაგოგებს, უკვე ამ თვეში მიიღებენ ისინი პრემიას და მათ ხელფასი გაეზრდებათ 85 ლარი, თუ არ ვცდები. ხელფასი ეზრდებათ საკონტრაქტო ჯარის თანამშრომლებს და საერთოდ საქართველოს ჯარი გადის საკონტრაქტო სისტემაზე. ჯანდაცვის ბიუჯეტი ორმაგდება. 2013 წლიდან ყველას ექნება საბაზისო პაკეტი დაზღვევის. ეს ყველაფერი კომპლექსში და პლუს სახელმწიფოს ნება, რომ არ ჩაერიოს ბიზნესში, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს, რათა მათ განავითარონ თავიანთი საქმე, თავიანთი საწარმოები, თავიანთი ბიზნესი. რა თქმა უნდა, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა განვითარდება ეკონომიურად. დამოვიწყდა მეხსენებინა სოფლის მეურნეობა, რომელიც დღევანდელ მთავრობას აქვს მიჩნეული პრიორიტეტად. დიახ, საკმაოდ დიდი თანხებიდება იქნება რამდენიმე ფონდი, მაგრამ ბატონ გიორგი, ეს გასაგებია თქვენთვის, რადგან ახლოს ხართ პროცესებთან. რამდენად სწორად ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება ერთი საქართველოში მოსახლეობისთვის და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სადაც ცხოვრობენ ემიგრანტები და სადაც ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იქ მცხოვრები ქართველების, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრივების აზრი. საყბედურობენ ხშირად ახალ ხელისუფლებას იმას, რომ შესაძლოა მათ არ აქვთ ისეთი ძლიერი პიარი, როგორც ჰქონდა მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობას ხოჭოს დღესაც ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან მიყურადებული იმაზე თუ რას აკეთებს ახალი ხელისუფლება და ცდილობენ ყველა ნაბიჯი, მათ შორის შეიძლება იგივე ტარიფები, რომელიც პრინციპში აღქმულია დადებითად, გამოიყენონ პირიქით თავიანთ სასარგებლოდ და თქვენ მაგალითად მათ მიერ შეპირებული ვაუჩერი იქნებოდა უფრო კარგი მოსახლეობისთვის მეტი სარგებლის მომტანი, ვიდრე მაგალითად ტარიფის დაწევა. ნაციონალურ მოძრაობას ძლიერი პიარი კი არა, უსინისო პიარი ჰქონდა და აქვს, ეხლაც აგრძელებს. 25 მილიონი ლარით ფინანსდებოდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი. 25 მილიონი ლარი ამ აპარატის შენახვას არ სჭირდება. ამ თანხების 90% იხარჯებოდა პიარისტებზე, ლობისტებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა
მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის გადადგმული ნაბიჯების გამართლებას. ეხლა გაправება არის ტერმინი მოდაში. და ეს არის ერთი მცირე ნაწილი ბიუჯეტიდან 100-ობით მილიონი არის დახარჯული იმაზე, რომ ეჩვენებინათ ერთის მხრივ ქართული საზოგადოების ქვეყანაში ვითომ მართლა კეთდება და ლენტების გამჭრელ პრეზიდენტად იყო გადაქცეული სააკაშვილი და ხსნიდა დაუმთავრებელ ობიექტებს, დაუმთავრებელ გზებს, არარსებულ ქარხნებს და სულ გააფრინა ბოლო დროს და ვასუკით გადააქცია მთელი საქართველო და რაღაცა კოსმოსში გაიჭრა. მეორე მხრივ საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ ისინი არიან სწორედ ის გუნდი, რომლებიც იმსახურებენ მათ მხარდაჭერას. ეხლა რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, ერთის მხრივ ეს არის ძალიან კარგი, რომ მთავრობა იქცევა მოკრძალებულად და ესეთ გიჟურ პიარს არ მიმართავს და ყველა ფეხის ნაბიჯს, ყველა გაკეთებულ საქმეს ერთმანეთს არ დაგვიწევს. ორი თვე არიან სულ ხელისუფლებაში, ხო, ორი თვე არის სულ ქართული ოცნება არის მთავრობაში. ყველა ნაბიჯს არ ამადლის. ყველა ნაბიჯზე არ ეძახის, რომ აი ხალხო, ნახეთ რა გავაკეთეო. რა თქმა უნდა, საზოგადოება როდესაც მიჩვეულია, რომ მას ყოველდღე ამადლიდნენ გაკეთებულ საქმეებს და დღეს ფლადასე არ არის, ბევრი აღიქვამს ალბათ, რომ თითქოს ისე სწრაფად ვერ ვითარდება, ისე სწრაფად ვერ სრულდება დაპირებები, როგორც ელოდნენ, მაგრამ დამერწმუნეთ, ის ვინც კარგად ჩაიხედავს ქვეყნის შიდა ცხოვრებას ჩაიხედავს იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს, თუნდაც ის რაც მე ჩამოგითვალეთ, ამდენი რაღაც ჩამოგითვალეთ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ნუსხიდან, რაც ორი თვის განმავლობაში უკვე ქართულმა ოცნებამ, როგორც მთავრობამ გააკეთა. ქვეყანაში არის, როგორ გითხრათ, აი პრაქტიკულად აღსადგენი ნანგრევებიდან თითქმის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აღსადგენი არის სასამართლო სისტემა, აღსადგენი არის ეკონომიკა. თუმცა სასამართლო სისტემა ახალ ხელისუფლებას არ ემორჩილება. არა, ახალ ხელისუფლებას არ ემორჩილება სასამართლო სისტემა. ისე მოაწყო სააკაშვილმა, რომ და ისეთი კონსტიტუცია მიაღებინა იმ ხალხს, რომლებიც წინა პარლამენტში იყვნენ, რომ მას ემორჩილება საერთოდ ყველაფერი. მას ემორჩილება. დღესაც კონსტიტუციით სააკაშვილს შეუძლია, რომ დაითხოვოს მთავრობა. თუმცა რამდენიმე საათის წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, რომელიც პირიქით ამბობს, რომ ფორსირებას გაუკეთებს ამას და არა თუ 6 თვის შემდეგ, არამედ ძალიან კარგი იქნება და ბატონმა დავით საგანელიმაძემაც ეგან აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეგება დამთავრდეს ეს ამბავი. თუმცა ერთ ამბავს მოგიყვებით, მე საქართველოს ჩამოვედი და პარლამენტში დავიწყე მუშაობა ნიუ-იორკიდან ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად. რამოდენიმე დღის წინ ორი ნაციონალური დეპუტატი საუბარს შევესწარი ბუფეტში. ერთი მეორეს ეუბნებოდა, რომ რა მოხდება მართლა რომ დაიშალოს ეს პარლამენტიო და ახლიდან დაიშალოს არჩევნები, მე ვიღა აგვირჩევს ჩვენო, მეორე პასუხობდა. ანუ ფიზიკურად ვიღარ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რომ მაშინ როდესაც ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა პოლიცია, ქონდა კუდი, ქონდა ეს რეპრესიის მანქანა, აკონტროლებდა თითქმის ყველა ტელევიზიას და მასმედიის საშუალებას. მათ ვერ მოახერხეს 40%-ზე მეტის აღება. როგორ შეიძლება რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხოს თუნდაც ბარიერის გადალახვა? გასაგებია გიორგი, მაგრამ ანუ როგორ განვითარდება ეს დათხოვნა არ დათხოვნის ხაზი, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ფაქტია, რომ მიუხედავად ამ პოლიტიკური პერიპეტიებისა, მთავარი არის ის, რომ დღეს არის გარდამავალი პერიოდი საქართველოში, ხომ ასეა? და მთავარი არის ის, რომ რეალურად არენაზე ისევ არის ორი პოლიტიკური ძალა, როგორც ეს იყო არჩევნებამდე, ოღონდ მათი როლები არის შეცვლილი. ბუნებრივია ასეთ პერიოდში ძალიან ბევრი რისკი აქვს ხელისუფლებას და პირველ რიგში აქვს საზოგადოებას. აი ამ რისკებზე თუ შეგიძლიათ მელაპარაკოთ. რისკის ამ რისკების აცილებაზე არის დამოკიდებული ის თუ როგორ დასრულდება ეს გარდამავალი პერიოდი და როგორ გადავა უკვე რაღაცნაირად ქვეყანა სტაბილურ საფეხურზე. კი ბატონო, ისე დაუბრუნდები კონსტიტუციის ცვლილებას, იმდენი მოახერხა სააკაშვილმა, რომ მან ნაძალადევა და ფორსირებულად გაიგზავნა თავის საპრეზიდენტო ვადა და ამით კონსტიტუციაში შექმნა კაზუსი. ერთგვარად ჩვენ გვეყოლება ვადაგასული პრეზიდენტი. კონსტიტუციაში არის ორი მუხლი, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთი ამბობს, რომ პრეზიდენტი საქართველოს აერჩევა 5 წლის ვადით, ხოლო მეორე მუხლში წერია, რომ ახალი პრეზიდენტი აერჩევა 2013 წლის ოქტომბერში, როდესაც უკვე ამ პრეზიდენტს ექნება მოლეული თითქმის 6 წელიწადი თავისი პრეზიდენტობისა, ხო? კარგით. თუმცა ამაზე აქცენტს ვერ აკეთებს ახალი ხელისუფლება და ამაზე მწვავე რეაქცია აქვს ჩვენს მეგობრებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, ისევე როგორც დავუშვათ იმპიჩმენტის თემაზე. ამიტომ ეს დახურული თემებია დღეს გიორგი. კი ბატონო, ეს დახურული თემებია და მე იმის თქმა მინდა თქვენთვის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც სავარაუდოდ 10 თვე უნდა ავიტანოთ აი ეს
ეს პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება მოხდეს პოლიტიკური კრიზისით, შეიძლება მოხდეს ვადამდელაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკვე მომხდარი. ქვეყანამ გადალახა შიში. ქვეყანაში აღარ არსებობს იმის განცდა, რომ ჩემი პოლიტიკური ნების გამოხატვის გამო, ჩემი მოქალაქეობრივი ვალის გამოხატვის გამო, ჩემი მოქალაქეობრივი ვალის მოხდის გამო, მე დამაპატიმრებენ, მომკლავენ, ციხეში დამალპობენ, ფულს ამართმევენ, სახლს გამაყიდიებენ, დამიყადაღებენ და ასე შემდეგ, ხო? რაც ყველაზე მთავარი არის საზოგადოებამ და ქვეყანამ, თითოეულ მოქალაქემ იგრძნო თავისი საკუთარი ძალა. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ძალა მოქალაქისთვის საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც მისი საარჩევნო ხმა. ის სწორედ დიდი ბოდიში რომ გაწყვეტნე ამაზე მინდოდა ბოლო შეკითხვა ამისო ბევრი დრო აღარ გრჩება სამწუხაროდ სასაუბროდ თქვენ წახვედით საქართველოსდან დატოვეთ საზოგადოება ჩამოხვედით რა შეიცვალა საზოგადოების აქტიურობის თვალსაზრისით რადგან მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება პრინციპში საზოგადოება ამას აქვს საშუალება და ცდილობს კიდეც ჩაერიოს მთელ რიგ პროცესებში გამოხატოს თავისი აზრი ჩემს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო თქვენი თვალთახედვით როგორ არის რა არის შეცვლილი ხალხში დება რეაბილიტაცია. ხალხში დება რეაბილიტაცია. მე ამას შევადარებდი პერიოდს 1953 წლის 5 მარტის შემდეგ, როდესაც გადაიცვალა იოსებ სტალინი და საბჭოთა კავშირში ხალხმა ამოისუნთქა. როდესაც ცოტათი მაინც რაღაც არ ღმერთო დაიფაროს ისე რო იყოს როგორც მე არ ვადარებ ქართულოს მოსვლას. ანუ როდესაც ის საშინელი რეპრესიული მანქანა, ის საშინელი სადამჟელო რაზმები აღარ არსებობენ ქვეყანაში, ხალხმა ამოისუნთქა და ხალხში დება რეაბილიტაცია, რათა დაუბრუნდეს ნორმალურ რეჟიმს. ერთი რამე გვავიწყდება, იცით, ზუსტად 3 თვის წინ საქართველოში ტელეფონზე საუბარი იყო საშიში. საქართველოში პრეზიდენტის კი არა და ნებისმიერი ნაციონალური დეპუტატის გაკრიტიკება იყო საშიში, იმიტომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის პრობლემა შეიძლება დამდგარიყო. ციხის კადრები იყო შოკი საზოგადოებისთვის, შემდეგ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება იყო მეორე შოკი, სასიამოვნო შოკი, რომ ჩვენ თურმე შეგვიძლია, ჩვენ თურმე შეგვიძლია ეს ბოროტება დავამარცხოთ. საზოგადოება გამოდიან შოკიდან, დარწმუნებული რომ ძალიან მაგრამ ყველაფერი ნორმალიზირდება, ისე ძალიან ეტაპობრივად კარგად მიდის ყველაფერი. გახსოვთ ერთი რამე მინდა გითხრათ. გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ რომ ამათ ვერავინ ვერ მოერევა, შანსი არის რომ სააკაშვილის ვინმე მარჩევნები ხომ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ვაცალოთ ამ ადამიანს ძალიან ჭკვიანურად, ძალიან სწორად გაცვლილი ნაბიჯებით ის და მისი გუნდი მართავს ქვეყანას და დარწმუნებულია რომ 2013 წელი გიორგი მე მახსოვს ვარდების რევოლუციის შემდეგ აცალა მოსახლეობამ ხელისუფლებას. თქვენ ფიქრობთ რომ დღეს საზოგადოება არ უნდა იყოს აქტიური და თუნდაც აუცილებლად უნდა იყოს აქტიური პირიქით აქტიური კი არა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს უფრო მეტად უნდა ჩაიხედოს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯში მთავრობის აუცილებლად უნდა გააკრიტიკოს თუ რაიმე არის გასაკრიტიკებელი აუცილებლად უნდა თვითონ უნდა დაეწაფოს ინფორმაციას და თუ ხელისუფლება არსებული ხელისუფლება და ქართული ოცნება არ სთავაზობს მას თავბრუდამხვევ პიარს და არ ატენის მას ინფორმაციას თვითონ უნდა მიიღოს ინფორმაცია და მე უკვე მიიღოს როეკური გადაწყვეტილება, კარგია, თუ ცუდია ესა თუ ის ნაბიჯზე მოვლენა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გიორგი სიგუ აპასუხობდა მთავარ კითხვას, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე ხვალამდე გემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.